აუცილებელია ის, რომ ბავშვი გაიზარდოს საზოგადოებასთან ერთად და არა მარტო. ჭიდილი საკუთარ თავთან ძალიან ხშირი იყო ჩემი, იმიტომ რომ ყველაფერში იდეალური ვერ იქნები. მე მეორე შურზე გადადის ეს ყურადღება, რატო? იმიტომ რომ ახალია. დღევანდელ სამყაროში რა გამოწვევები აქვს მშობლებს, რაც მაგალითად შეიძლება წინათ არ გქონდათ, მაგრამ გასათვალისწინებელია. თუ არ იკითხავ, ვერ გაიგებ ხა პირობითად მანიაკია თუ კარგი ადამიანია. შევიკრიბებით ხოლმე რაღაც პერიოდი გვინდა სანამ საუბარს დავიწყებთ, რომ სოციალურ ქსელში ყველა არის თავით ჩამძრალი. ნახე მე თუ ერთხელ დავუშვი შენთან შეცდომა და შენ მეს არ მითხარი. მე კიდე გავაგრძელებ. მანამ გავაგრძელებ, სანამ შენ ამას არ მეტ. როგორ მოქმედებს ოჯახური ჰარმონია ადამიანის ფსიქიკაზე? მოკლედ, პირველ რიგში მინდა ის თქვა, რომ მადლობა პოდკასტში მოწვევისთვის, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არის და ასევე მივესალმები შენს მოყურებელსაც. ახლა რაც შეეხება უშუალოდ საკითხს, მოკლედ, ოჯახური ჰარმონია დიდად მნიშვნელოვანი არის, როგორც ერთმანეთისთვის, ისევე ბავშვისთვისაც. რაც უფრო ჰარმონიულია ოჯახი და რაც უფრო შეკრულია, მით უფრო ბავშვიც ჯანსაღად და კარგ გარემოში იზრდება. ამიტომ ჰარმონიის შექმნა ოჯახში არის მნიშვნელოვანი საკითხი რა. ეს ჰარმონია რო შეიქმნას, პირველ რიგში აუცილებელია ის საკითხი, რომ თვითონ ცოლ-ქმარს შორის იყოს მაქსიმალურად დაახლოებული კავშირი. გულისხმობ რას, ნახე, საუბრები ყოველთვის რა. კომუნიკაცია არის ის, რაც ყველაზე მეტად აღრმავებს ურთიერთობას. პრობლემა არის ხოლმე ის, რომ ზოგადად არ საუბრობენ და რაღაცნაირად საკუთარ თავში იკეტებიან ხოლმე, როცა პრობლემა არის რა. ქონია ხოლმე მსგავსი შემთხვევები, რომ აი თუ პრობლემა არის, მოდი იცი რა არ ვისაუბროთ და რაღაც საკუთარ თავში ჩავტოვოთ. ანუ რეალურად ეს ასე არ მუშაობს პირიქით. როცა პრობლემაა და როცა ხვდები, რომ რაღაცა გაწუხებს შინაგანად, ამ დროს მაქსიმალურად უნდა ეცადო იმას, რომ დაждდე და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ისაუბრო რა. იმიტომ რომ ეს უფრო მეტად გაახლოვებთ ერთმანეთთან. რაც უფრო გულწრფელები ხართ, რაც უფრო გულღია ხართ ერთმანეთის მიმართ, მით მეტად უახლოვდებით ერთმანეთს და რაღაც დონეზე მით მეტად შეგიძლიათ ამ ჰარმონიამდე მიხვიდეთ. ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია ის, რომ ოჯახში იყოს ერთპიროვნობა და პლუს ამას მაქსიმალურად ერთმანეთთან დაახლოვება და საუბარი. რომ ბავშვიც ჯანსაღ გარემოში გაიზარდოს შესაბამისად. სრულიად გასაგები არის. იდეაში რამდენიმე ისეთი თემა წამოჭერი, რომელზე კითხვის დასმაც მინდა, მაგრამ სანამ უშუალოდ ბავშვის აღზრდაზე და მათთან ურთიერთობაზე გადავალ, უფრო დავინტერესდი პარტნიორებს შორის კომუნიკაციაზე, რამდენადაც ჩემის აზრით, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ეს კომუნიკაციის ნაწილი არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ეს შეიძლება სოციალური ქსელების ნაწილმაც წამოჭრა, რომ ეხლა ჩემთანაც ოჯახში მაგალითად საღამოს რო შევიკრიბებით ხოლმე, რაღაც პერიოდი გვინდა სანამ საუბარს დავიწყებთ, რომ სოციალურ ქსელში ყველა არის თავით ჩამძრალი. რამდენად მნიშვნელოვანია და რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი არამხოლოდ ცოლ-ქმრულ, არამედ თუნდაც შეყვარებული, ვინმე ხვდები, ანუ ურთიერთობა, რომ სწორი ნაბიჯებით წავიდეს წინ, რაც მერე საბოლოო ჯამში პიროვნების განვითარებაზე იმოქმედებს დადებითად. ანუ რა არის საჭირო, რომელიც იმ ადამიანს, ვისაც აინტერესებს მაგალითად ეს პოდკასტი ურთიერთობებზე და ასე შემდეგ, სჭირდება რომ გადადგას და თქვათ არ იცის. კი ბატონო. მოკლედ ამას წინადაც Instagram-ზე ჩავწერე ვიდეო ურთიერთობებთან დაკავშირებით, დავტვირთე კიდეც და 5 რჩევა მივეცი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შევიდეთ ჯანსაღ ურთიერთობაში. მოკლედ, ნახე, მთავარი ფაქტორი არის ის, რომ საფუძველი ჩაიყაროს სწორად. ამ საფუძველს კი სჭირდება გარკვეული ნაბიჯები. მაგალითად, ნახე, ანუ წარმატებისთვის რა არის აუცილებელი? წარმატებისთვის აუცილებელია ის, რომ პირველი დისციპლინა, მეორე შრომის მოყვარეობა, მესამე მიზანის დასახულობა და მეოთხე აკეთო ის, რისი კეთებაც გიყვარს, რომ მიაღწიო შემდგომ წარმატებას. ასევე არის ურთიერთობაც. საწყის ეტაპზე აუცილებელია ის, რომ ბევრი კითხვა დაისვას ერთმანეთთან. უფრო მეტად დაინტერესდნენ ერთმანეთით. რაც მეტია კითხვა, მით მეტია პასუხებიც. შესაბამისად, მით მეტს იგებ ადამიანზე. აი ეს ცოტა პრობლემაა რა, ანუ მაგალითად რო ყოფილა ისეთი სიტუაცია, რომ პირობითად არა ჩემზე ვსაუბრობ, მაგრამ რო ყოფილა ისეთი სიტუაცია, რომ აი კითხვებს რო უსვამ, რა იყო დეტექტივი ხომ არ ხარ ბჭყალებში? ანუ ეს დეტექტივობას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ მე რო შენთან მაქვს რაღაც ახის კომუნიკაცია, მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ შენზე მეტი გავიგო. ამიტომ პირველი ეს არის ჯანსაღი კომუნიკაცია და რაც შეიძლება ღრმა კითხვები, მეტი ინტერესი, ხშირად ისიც არის ხოლმე, რომ იქნებ მანიაკი ხარ. ანუ რა თქმა უნდა,
თუ არ იკითხავ, ვერ გაიგებ ეხა პირობითად მანიაკია თუ კარგი ადამიანია, იმიტომ რაც მეტ კითხვას დასვა, მეც გაიგებ. ეს პირველი. მერე მეორე, აუცილებელია ასევე ყურადღება. ყურადღება შეიძლება წვრილმანებში იყოს, მაგალითად, პატარა რაღაცა ჩუქარში, თუმდაც იმით, რომ დილას უსურვებ, რომ აი დილა მშვიდობის, ან ელემენტარული მარტივი ყურადღებაც კი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჰარმონიაში და სიჯანსაღეში გადავიდეს ურთიერთობა. შემდგომ უკვე პატივისცემა. პატივისცემა არის ის, რაც ყველაზე მეტად არის საჭირო. არ უნდა დაკარგო თავი ჩხუბის დროსაც. ანუ სულ რო გაგაბრაზოს და წყობილებიდან გამოგიყვანოს, მაინც მაქსიმალურად სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო და როგორც შეძლებ, ისე უნდა აუხსნა ის სიტუაცია, რაც არის. თუ რაღაცა არ მოგწონს, არ გსიამოვნებს, არ არის აუცილებელი ამის გამო რომ იჩხუბო. უბრალოდ ძალიან მშვიდად შეგიძლია დასხდეთ და ნებისმიერ თემაზე ძალიან მშვიდად და წყნარად ისაუბროთ. ასევე აუცილებელია ასრთა პატივისცემაც. ანუ მე თუ მაგალითად ვამბობ იმას, რომ იცი რა, დღეს მე ფილმის ყურება მინდა და ჩემი მეორე ნახევარი ამბობს, ანუ იცი რა, მოდი გავისეირნოთ. ანუ სადღაც უნდა მოხდეს ამ აზრის საერთო ჩამოყალიბება. შეგიძლია ის რომ მაგალითად ჯერ გაისეირნო, შემდგომ ფილმს უყურო. ანუ არა თუ პირდაპირ ჩხუბზე გადა რას ქვია შენ ფილმი გინდა და რას ქვია შენ სეირნობა, არა. ანუ ძალიან მარტივად შეგიძლია რომ ჯერ ერთით დაიწყო, მე მეორეთი გააგრძელო, შენც კმაყოფილი ხარ, ისიც კმაყოფილი არის. ამიტომ ასეთ სიტუაციებში აუცილებელია ერთმანეთთან შეთანხმება და მაქსიმალური კომუნიკაცია. და ასევე კიდევ ერთ ესეთ რჩევას მივცემდი, რომ ანუ აუცილებელია ის ფაქტორიც, როცა რაღაცა გაწუხებს, მაგალითად პრობლემა, ხო? აუცილებლად უნდა ისაუბრო ამასთან დაკავშირებით. რაღაცა არ მოგწონს, მაგალითად საწყის ეტაპზე დაიწყო ურთიერთობა, გავიდა 3-4 დღე, 5 დღე, 1 კვირა, არ აქვს მნიშვნელობა. და რაღაც არ მოგწონს ამ ადამიანში და იცი რა, მოდი შევჭამ ამას. არა უშავს, გამოსწორდება, ანუ არ გამოსწორდება. ნახე მე თუ ერთხელ დავუშვი შენთან შეცდომა და შენ მეს არ მითხარი. მე კიდე გავაგრძელებ. მანამ გავაგრძელებ, სანამ შენ ამას არ მეტყვი. ამიტომ თუ რაღაც არ მოგწონს, ეგრევე უნდა თქვა. მით უმეტეს, როცა საწყისი ეტაპი არის. აქ არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ეს გაცნობაა და შესაბამისად ლოგიკურია შეცდომები რა და იქ რო შენ დაждები და ამასთან დაკავშირებით ისაუბრებ, ამაში პრობლემა არანაირი არ არის. პირიქით, ეს არის ჯანსაღი ზუსტად, როდესაც რაღაც პრობლემა წამოიჭრება, თავისუფლად და თამამად საუბრობთ ამასთან დაკავშირებით. ხო და ამიტომ აი ესეთი მნიშვნელოვანი რაღაცეები არის ურთიერთობაში, რაც საჭირო არის რა, რომ უფრო მეტად გაღრმავდეს და უფრო მეტად შეისწავლოთ ერთმანეთი და ასევე აუცილებელი არის ის ფაქტორიც, რომ ურთიერთობაში ორივე აკეთოს ის, რაც უნდა. ნახე, არა ის, რომ აი მე მინდა, მაგალითად. არა, ანუ ორივე უნდა აკეთოს. მე თუ გეტყვი შენ რომ წამო გავისეირნოთ, იცი რა, არა. ან შეიძლება ანუ მირჩევნია უფრო ისეთი კონკრეტული პასუხი თქვა რა, თუ არ გინდა, მირჩევნია თქვა არ მინდა. ხანდახან არის ხოლმე მომენტი, რომ ის გეტყვის თავს გიქნევს, მაგრამ რეალურად ესე არ უნდა ამის გაკეთება. თუ არ გინდა, მაშინ ჯობს არ გააკეთო. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ხშირად ქონია ესეთი შემთხვევა, რომ არ იცის გოგო და ბიჭმა როგორი ტიპის გოგო ან ბიჭი მოსწონს. ანუ ეს ძალიან ცუდია. და რატო ეხლა ამასაც ავხსნი. ნახე, შენს წარმოსახვაში დაახლოებით წარმოდგენილი უნდა გქონდეს, როგორი ტიპის ადამიანი გინდა რომ ყავდეს გვერდში. მაგალითად, პირობითად ვამბობ რა, ну, აი, მაგალითად, ჭკვიანი გოგო, რაღაც ესეთი მაღალი ან ცოტა ისეთი, ანუ რაღაც პანტარა სტანდარტები უნდა გქონდეს იმასთან დაკავშირებით, როგორი ადამიანი მოგწონს. მარტო ის არ არის, რომ აი, იცი რა, ახლა ავდგები და გვერდში ადამიანს ვიყოლიებ. ანუ ესე არ ხდება. მით უმეტეს როცა პირველ ურთიერთობას იწყებ, პირველი ურთიერთობა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის ძალიან მაგრად მოქმედებს შენ შემდგომ ნაბიჯებზე და ის მეტად გზრდის და ბევრ ამის გასწავლის. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ ნახო ისეთი ტიპის ადამიანი, რომ მაქსიმალურად აერიდო ტოქსიკურობას, არასრულფასოვან ურთიერთობას და შეუმდგარ ურთიერთობას. ამიტომ რაღაც დონეზე თუ შენს თავში ჩამოაყალიბებ იმას, რომ იცი რა, მე ესეთი ადამიანი მომწონს და რატომაც არა მეყოლება ესეთი ადამიანი, ხო? უფრო ჯანსაღი აქაც ურთიერთობა რა და შენ თავშიც დარწმუნებული ხარ თუ როგორი ტიპის ადამიანი რო გინდა რომ ყავდეს გვერდში და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია პირველი ურთიერთობისთვის კიდევ უფრო. ანუ იდეაში პირველი ურთიერთობა გავლენას ახდენს ჩვენს მომავალ ურთიერთობებზე, ან უშუალოდ იმ ურთიერთობაზეც. ოკეი, სრულიად გასაგები არის. იდეაში არის რაღაცები, რაშიც ჩემი თავი დავიჭირე. ნუ წარსულ ურთიერთობებს თუ გავიხსენებ და ნუ გეთანხმები, რა თქმა უნდა.
აუცილებელი არის ურთიერთობაში ეს საუბარი, დიალოგი, ყველაფრის თქმა, რომ მერე სადმე არ ამოუარდეს და ამოასხას ამ ყველაფერმა უხეშად რო ვთქვათ, იმიტომ რომ მერე ეგ ურთიერთობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს რა. და ყველაზე მეტად ალბათ ჩემთვისაც მნიშვნელოვანი და საჭირო იყო ეგ პატივისცემა და დიალოგები რა. ყურადღების ნაწილს უფრო გადაიტან ხანდახან რო ვთქვათ, მით უმეტეს გოგოების ნაწილში ანუ აქ სექსისტურად არ მინდა რამე ვთქვა, უბრალოდ ხანდახან აქვთ ხოლმე დრო, რომ საუბარი საერთოდ არ უნდათ, მაგალითად. ნუ კაცსაც აქვს, მაგრამ იქით უფრო არის ხოლმე რა და მაგ დროს ეს მიმღებლობა და გაგება თავიდან ძალიან ისე მქონდა რა, სანამ გავაცნობიერებდი, რომ ადამიანს ხანდახან თავისი ის დრო სჭირდება, თუნდაც თან გავისეირნოთ არას თქმა, რომ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხანდახან მე დამიჭერია ჩემი თავი, რომ people's pleaser-ი ვიყავი და სულ ვცდილობდი, რომ ჩემი საქმე გადამედო და ეს ურთიერთობაში უარი არ მეთქვა. რამაც გავლენა მოახდინა ჩემს პიროვნულ ცვლილებებზე, რაღაც მხრივ უარყოფითი და დიდი ხანი მომიწია მერე მუშაობა, რომ ეს ყველაფერი აღმომეფხვრა. ძალიან დიდი მადლობა პასუხისთვის პირველ რიგში და მაშინ გავაგზავნოთ უშუალოდ პირველი კითხვის შემდგომ ეს ოჯახურ ჰარმონიაზე, რაზეც ვისაუბრეთ, ბავშვებთან კომუნიკაციაზე. გადავიდეთ პარტნიორებთან კომუნიკაციიდან უშუალოდ მშობლების კომუნიკაციაზე რა. რა არის მნიშვნელოვანი პატარა ბავშვისთვის, როცა კომუნიკაცია მასთან გვაქვს, რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოს მშობელმა. დღეს მაგალითად ესეთი სიტუაცია გვაქვს, რომ ზოგიერთი მშობელი ცდილობს, რომ ყველაფერი აუკრძალოს, ეუბნებიან, რომ ტაბლეტები არ დააკავოთ, ტელეფონი არ დააკავოთ, არ უნდა იყურებოდეს, მაქსიმალურად დაკავებული იყოს და მაგალითად მყავს დეიდა, რომელიც დეიდა შვილს ატარებს 5-6 რაღაცაზე რა. ჩემი აზრი არის ის, რომ ეს არც ისე კარგია. მყავს ისეთი მეგობრები, რომლებიც თავის შვილებს ატარებენ თითქმის არაფერზე და მაქსიმალურად ყურადღებას უბრალოდ იმას უთმობენ, შენ რა გინდა, მოდი სადმე ვითამაშოთ, ბავშვი ხარ ჯერ და შენი დრო არის და რო წამოიზრდები, მერე იტყვი რა. ჩემს შემთხვევაში, ჩემ მშობლებს, ეხა პატარა დებთან, ეგეთი კომუნიკაცია არ აქვთ რა. უფრო ცდილობენ, რომ კი ტელეფონიც კი, იქ სიარულიც კი, რაღაც იქით-აქეთ და მაქსიმალურად, ანუ კომუნიკაციაში გამოიყვანონ ეს ყველაფერი, თუმცა რა თქმა უნდა 100%-ით კარგად არც მათ არ გამოსდით რა. მე მაინტერესებს უშუალოდ რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, როცა შვილთან აქვს კომუნიკაცია, რომ ზედმეტად არ გადავარდეს ბავშვი ამ მუდმივი ყურების ნაწილში, ან პირიქით, ზედმეტად ბავშვის განვითარებაზე არ იფიქროს და ბავშვურობა არ დაუკარგოს და დღევანდელ სამყაროში რა გამოწვევები აქვთ მშობლებს, რაც მაგალითად შეიძლება წინათ არ ჰქონდათ, მაგრამ გასათვალისწინებელია დღესდღეობით. კი ბატონო. ნახე როგორი სიტუაციაა. დღესდღეობით ყველაზე დიდი გამოწვევა, როგორც შენ აღნიშნე, არის ტელეფონები და ტაბლეტები და ნუ კომპიუტერი. ძალიან დიდი გამოწვევა არის თან. ხშირად გქონია მსგავსი ტიპის შემთხვევა, რომ აი 5 წლის ბავშვი რო ტირილს დაიწყებს და უცებ რო დედა ტელეფონს მიაჩნჩებს, ოღონდ შენ დაწყნარდი. ესე არ მუშაობს, იმიტომ რომ ამ დროს ბავშვს ტელეფონი არ უნდა მიაჩიჩო. პირიქით, ამ დროს მაქსიმალურად უნდა იყო ბავშვთან ახლოს. უნდა კითხო, აი რა გატირებს პირობითად. ჟამით ხუმარ შემიძლია რომ შენი დღე გავახალისო. აი შეგიძლია ეგეთ დროს რაღაც აქტივობა შესთავაზო, თუნდაც მოდი აი დავждეთ და ერთად დავხატოთ პირობითად. მოდი რაღაც წავიკითხოთ. ანუ ნახე ბავშვი არის სარკე და გიყურებს შენ. შენ თუ მაგალითად მას ეტყვი რომ მოდი ტელეფონი არ დაიკავო ხელში, მაგრამ შენ ზიხარ და ტელეფონი გიკავია ხელში და ბავშვი ამას ხედავს. მერე შინაგანი პროტესტი უჩნდება. ანუ ერთი წამი, თუ მე ის ტელეფონს ხელში არ მაკავებს, ამას რატო უკავია? ანუ ეს არის ბავშვის პროტესტი, ის ამას არ გეტყვის, რა თქმა უნდა, მაგრამ შინაგან პროტესტს გრძნობს. და ამიტომ შენ თუ ბავშვს ეუბნები იმას, რომ ტელეფონი ხელში არ უნდა დაიკავო, შესაბამისად შენც უნდა შეიკავო იმ მომენტში თავი. და აუცილებელია მაგ დროს აქტივობაში ჩაეშვა. შეგიძლია გაასეირნო, ეთამაშო, დაელაპარაკო. მე რა 5 წლის აქ როგორი დოგმა იცი? ვაიმე, ჯერ 5 წლისაა და ბავშვია. ანუ რა მნიშვნელობა აქვს 5 წლისაა და ბავშვია? ანუ ყველას ჭირდება ის თავისი ყურადღება და ის სწორი კომუნიკაცია, რაც მნიშვნელოვანი არის ბავშვისთვისაც რა. ნახე, ალფრედ ადლერი ამბობს, რომ აუცილებელია ის, რომ ბავშვი გაიზარდოს საზოგადოებასთან ერთად და არა მარტო. მარტო ადამიანი ჭამაშიც სოდვაო, ხო? ნათქვამია და შესაბამისად, რაც უფრო ჯანსაღია საზოგადოება, ბავშვიც უფრო მეტად ვითარდება და უფრო სხვანაირად უყურებს ამ გარემოს და ამ ყველაფერს რა. ამიტომ თვითონ შიგნით ოჯახში აუცილებლად პირველ რიგში როგორც აღნიშნე არის აუცილებელი ჰარმონია და კავშირი. თუ ცოლ-ქმარს შორის არის სწორი კავშირი, ბავშვიც ამას უყურებს და სწორად და ჯანსაღად აღიქვამს ამ ყველაფერს. ამიტომ
მაქსიმალურად უნდა ეცადოს ორივე მშობელი იმას, რომ ბავშვზე იყოს ორიენტირებული და როგორც შეძლებს მაქსიმალურად დაეხმაროს რაღაც თუნდაც პრობლემა იქნება, თუნდაც ის რომ მოდი აი ახლა დავждეთ და ჩვენ შვილს რაღაცაზე დაველაპარაკოთ. ანუ რატომაც არ აქვს ასაკს მნიშვნელობა. ვერ გაიგებს არ არსებობს. 3 წლის ბავშვს შეიძლება მართალია ვერ გააგებინო, მაგრამ 5, 6, 7 წლის ბავშვს უკვე შეგიძლია რომ ისეთ დონეზე გაესაუბრო, რომ რაღაცა ახალი შეძინო მის აზროვნებას და მის განვითარებას. ამიტომ არ უნდა შეიკავო რა თავი ეგეთ რაღაცეებზე. მშობლებს მოუწოდებ იმას, რომ მაქსიმალურად ეცადეთ, რომ თქვენს ბავშვებთან ახლოს და მჭიდროდ იყოთ. შეგიძლიათ კემპინგებით დაკავდეთ, ძალიან კარგი რაღაცა არის. ანუ მაგალითად აი ადგეთ, გახვიდეთ ქალაქ გარეთ, ბავშვი დაინახავს ამ ბუნებას, რაღაც აი ამ ოჯახური დელიას იგრძნობს და თავს უფრო მშვიდად და დაცულად შეიგრძნობს მერე და რაღაც აი თან ხო არის რომ შვილის გმირი არის ბიჭის მაგალითად მამა, გოგოს დედა, ხო? იმიტომ რომ რაღაცნაირად მაინც მათ გვარად გრძნობენ სიახლოვეს. ამიტომ თუ გვინდა რომ ჩვენი შვილების გმირები ჩვენ თვითონ ვიყოთ, აუცილებელია ის რომ ჩვენ მოიქცეთ ისე როგორც გმირები. ამიტომ უნდა მოკიდო შენ შვილს ხელი და მასთან ერთად მაქსიმალური დრო უნდა გაატარო. სადაც შეიძლება ყველგან უნდა წაიყვანო, მაქსიმალურად უნდა აუხსნო რომ აი შვილო მაგალითად ესე ვქნათ მოდი ახლა ამაზე ვისაუბროთ. აი შენ რა აზრის ხარ? ანუ აუცილებელია ბავშვს რო კითხო აზრი, რატო ბავშვი? იმიტომ რომ ყველაზე მეტად გულწრფელი სუფთა არის და ანუ მარტივად შეუძლია რაღაცეებზე ესეთი პასუხი გაქცეს, რაზეც შენ შეიძლება უცებ ვერც კი მიხვდე. ამიტომ დიდია როლი იმის თუ როგორი ურთიერთობა გექნება შენ შვილთან. ანუ ტაბლეტი, ეს ტელეფონი, ეს კომპიუტერი და აჰა მოდი დაწყნარდი ოღონდ არა. ანუ ეს არ არის გამოსავალი რა. გამოსავალი კიდევ ერთხელ არის ჯანსაღი კომუნიკაცია. როგორც წყვილს შორის, ისე შვილსა და მამას შორის, ან შვილსა და დედას შორის. ამიტომ აუცილებელია ეს ჯანსაღი კომუნიკაცია მათ შორის რომ იყოს რა. ოკეი. იდეაში რა თემების მინდოდა დაახლოებით უკვე ნელ-ნელა გავშალეთ. ჩემი შემდეგი კითხვა უშუალოდ თანამედროვე კვლევებზე იქნება. რა კვლევები გვაქვს, რას გვეუბნებიან, ან თუნდაც ფსიქოლოგიური რამე შედეგები კვლევების, ან სოციალური, რაც საბოლოო ჯამში ამ ოჯახური დილიაზე, მშობლებს და შვილებს შორის კავშირებზე, ცოლ-ქმარ შორის კავშირებზე რაღაც ახალს გვეუბნება, რაღაც ისეთს შეიძლება უბრალოდ ძველია, რომელიც გადმოაახლეს, ან რამე ისეთს გვეუბნება, რაც გვიდასტურებს, რომ ჩვენ ესე უნდა მოვიქცეთ, რადგან საბოლოო ჯამში რაღაც კვლევებმა ეს აჩვენა. მე მაგალითად მინახავს ვიდეო, რამდენად დიდი გავლენა აქვს მშობლების შვილთან პირისპირ კომუნიკაციას. რაღაც ჩინური კვლევა ვნახე, უბრალოდ YouTube-ში. ვიდეოს სახით მშობლებს მოწყვეტილ და მშობლებთან მყოფ ბავშვებს შორის გონებაში რამდენად დიდი სხვაობა არის და რამდენად პოზიტიური და ნეგატიური აზრები მოდის მათში რა, ეს დაცულობას რო გრძნობენ, ან თუნდაც დედას რო ეძახის და არ პასუხობს, მაშინ როგორ სტრესულად აღიქვავს გონება რა. დიდი სტრესს რო შეადარებს, ისეთ სტრესებთან იყო საუბარი, როგორც არის აი ანუ მრავალწლიანი დეპრესია და რაღაც მსგავსი რა, იმდენად იცვლებოდა ემოციები ბავშვში. და მე მაინტერესებს, ამიტომ თანამედროვე კვლევები რას გვეუბნებიან ამ ყველაფერზე, თუ არის, რა თქმა უნდა. რამე. ხო, აქვე ვიტყვი იმას, რომ ახლა ესეთი თანამედროვე ესეთი მნიშვნელოვანი კვლევა რაღაც განსაკუთრებული არ ყოფილა, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, პრობლემა არის თვითონ ოჯახში ის რომ აი ეს სოციალურ ქსელებზე ვართ ყველა დამოკიდებული და ტელეფონზე და ამას ამბობს ყველა რომ მოდი გადავდოთ ეს ყველაფერი და აუცილებლად საკუთარ შვილს დაუთმოთ ის დრო, რაც მაგალითად ტელეფონში ყურებით უნდა დაკავდე. ამიტომ აი ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მაქსიმალური, რომ შენ შვილთან იყოს უფრო ახლოს. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ხშირად არის ხოლმე, რომ პირველ ბავშვს გამოარჩევენ, მეორე ბავშვს გამოარჩევენ, ანუ აი ეს ძალიან ცუდია. და რატო ახლა ცუდი? ნახე, როდესაც შეგეძინება შვილი, ყველანი ბედნიერები ვართ, რა თქმა უნდა და გვიხარია, იმიტომ რომ ის ჩვენია, მაქსიმალურად ვუვლით, ვუფრთხილდებით, ის ჩვენთან ერთად იზრდება და იცი რომ ის შენი ნაწილია და განსაკუთრებით გიყვარს. მაგრამ რო დგება მომენტი და უკვე მეორე შვილიც რო ჩნდება, მერე მეორე შვილზე გადადის ეს ყურადღება, რატო? იმიტომ რომ ახალია. და მას მეტი მოვლა სჭირდება, მეტი ყურადღება სჭირდება და აქ ეს პირველი შვილი გვეჩაგრება, გვინდა არ გვინდა. ამ დროს აუცილებელია დროის სწორად განაწილება. რაც იმას გულისხმობს, რომ თუ მეორე ბავშვს შენ მეტ ყურადღებას აქცევ, პირველი უკან გრჩება, ამიტომ არა. მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ ნახე, შეიძლება დედამ პირველ შვილს ცოტა მეტი ყურადღება მიაქციოს, იმიტომ რომ სჭირდება მას ეს, იმიტომ რომ ახალშობილი არის და მეტი, მაგრამ მამა ცოტა უნდა ეცადოს იმას, რომ მეორე შვილთან დარჩეს.
ადლერის კიდევ ერთ ესეთ მაგალითს მოვიყვან. მოკლედ, ოჯახი იყო, რომელსაც შეეძინა შვილი. და ეს გოგო იყო ძალიან ესეთი ეგოისტური. დაახლოებით 6 წლის იყო, რომ მას შეეძინა ძმა. ძმა შეეძინა და პირდაპირ ეგოიზმი ჩაერთო ამ ბავშვს, იმიტომ რომ მაქსიმალურად მშობლები გადაერთნენ ამ ბავშვის სიყვარულზე და ეს გოგო დარჩა თაქით. ძალიან ბრაზდებოდა საკუთარ თავზე ეს ბავშვი, რომ რას ქვია, ანუ რატომ აკლებენ ესეთ სიყვარულს და რატომ მას ჩემზე მეტი. მოკლედ ერთხელ ადგა ეს ბავშვი და წაიყვანა საკუთარი ძმა, უკვე აი გაგიჟებული მდგომარეობაში მყოფმა და პირდაპირ მდინარეს გაატანა საკუთარი ძმა. ეს იყო პირველი მისი ეს მცდელობა, როცა მან საკუთარი ძმა გაწირა. ამის შემდგომ მეორე და მესამე მკვლელობაც ჩაიდინა მის ამ ეგოიზმთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ეს რაც მეორე და მესამე მკვლელობა იყო, ეს იყო ის სარკე, რაც ბიჭი და თავისი ძმის მიმართ სიყვარული იყო. და ვერ შეეგუა ეს ბავშვი ამას. და სწორედ ეს არის იმის მაგალითი, რომ აუცილებელია ის ფაქტორი, რომ შენ, როცა ხარ მშობელი, არ გამოარჩიო შენი შვილი. აი რო იტყვიან ხოლმე, რომ გოგოა და მერე გათხოვდება, ანუ არა, რას ქვია გათხოვდება. ანუ რატო ვიშორებთ თავიდან, არ გვინდა და რამე ესეთი ამბავი, არა. ნახე გოგოა და გათხოვდება, არა, ბიჭია და თავს უშველის, არა. ანუ შენ როგორც მშობლის მოვალეობა არის ის, რომ შენს ორივე შვილს, როგორც გოგოს, როგორც ბიჭს, ბოლომდე დაუდგე გვერდში და გაყვე იქამდე, სანამდეც მას დასჭირდები. და არ უნდა კონდეს იმის გავლენა და ფიქრები, რომ ის მაინც ან გათხოვდება, ის მაინც სორს მოიყვანს და გზას დაადგება, არა, ანუ მშობელი რომ ხარ, იქამდე უნდა იყო მის გვერდით, სანამ არ დარწმუნდები, რომ ის სწორ გზაზე დგას. ამიტომ ესეთი რაღაცეები ძალიან მნიშვნელოვანი არის. ძალიან იმეებში შევედით უკვე სიღრმეებში და რამდენიმე კითხვა მომიტივტივდა, მაგრამ იქამდე ჩემს აზრს მაინც გამოვხატავ, იდეაში მეც უფროსი შვილი ვარ. და რაღაც მხრივ ეს კავშირი მქონდა, ანუ რა თქმა უნდა, დიდი კონტრასტი არ ყოფილა ჩემს და ჩემ ძმას შორის იმე ურთიერთობის დათმობაზე, თუმცაღა ეს დედაჩემი მახსენებს ხოლმე რა, სამწუხაროდ დიდი დრო არ მრჩებოდა და დიდი დრო არ მრჩებოდა და ნაწილობრივ სინანულით რომ ამბობს ხოლმე, იდეაში მე მაშინ ეგ არ მიგრძნია. პატარა რო ვიყავი, მაშინ ვიყავი 2 წელიწად ნახევრით უფროსი ვარ ჩემ ძმაზე და 3-4 წლის რო ვიყავი, იმას უბრალოდ მოვლა ჭირდებოდა და იმიტომ ჭირდებოდა დრო, თორე სითბო და სიყვარული არც მე არ დამკლებია. მით უმეტეს გავიზარდე ბებია ბაბუასთან ოჯახში, ბიძაც ჩვენთან იყო სოფელში და ამიტომ ვიღაცის ყურადღება ყოველთვის მაინც მქონდა. თუმცაღა მიგრძნია გარშემომყოფებთან, რომლებსაც ეს ანუ შინაგანად ჰქონდათ ბავშვობაში და ახსოვთ ეს ყველაფერი, როგორი ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ მაგ ყურადღების ნაკლებობის მიმართ. მე უფრო იცი როგორი ის მქონდა ბოდიში, მე მქონდა ხოლმე უფრო პრობლემა მშობლებთან იმაზე, რომ პირველი შვილი ხარ და იდეალური უნდა იყო. ეს ჭიდილი საკუთარ თავთან ძალიან ხშირი იყო ჩემი, იმიტომ რომ ყველაფერში იდეალური ვერ იქნები. მაგრამ შენი უმცროსი და-ძმების მაგალითი ხარ, შენ შეცდომას რო დაუშვებ, ისინი შენ გიყურებენ და ეს რაღაცეები საბოლოო ჯამში რაღაც პერიოდი ჩემზე გავლენას ახდენდა იმ გაგებით, რომ ჯერ ჩამოყალიბებული პიროვნება არ ყოფილვარ. და მეც რა თქმა უნდა მოუწოდე მშობლებს, რომ ანუ მოზარდს რომელიც სულ რამდენიმე წლით არის უფროსი მათ და-ძმაზე, არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მაგალითი იყოს მათი რა. რაღაც პერიოდი ჩემზე ახდენდა იმდენად დიდ გავლენას, რომ მეგონა რომ რამე ისეთი რო გამეკეთებინა მაგალითად გასართობად წავსულიყავი წიგნის წაკითხვის მაგივრად, შეიძლება იმათ ცუდი გავლენა ჰქონოდათ ჩემგან რა. რამდენიმე წელი. მერე წამოვიზარდე და მივხვდი, ანუ ჩემი ძმა დამოუკიდებელი პიროვნებაა, ფეხბურთზე წავა როცა უნდა, წაიკითხავს როცა უნდა. და ძალიან კარგი თემა წამოვჭერით წინ. ბარემ ამ კითხვას დავსვავ ჯერ რახან თემა ბოლომდე არ გაგვიშლია და-ძმებს შორის კომუნიკაციაზე რა. ნუ მე უფროსი რადგანაც ვარ, ყოველთვის ვცდილობ, რომ არა მხოლოდ მშობლებს, არამედ მეც მქონდეს ისეთი კომუნიკაცია, რომ მე ამაში მაგალითად მივქარე, ბრჭყალებში რო ვთქვა და შენ არ მიქარო, თუმცა თუ გინდა მოდი ვცადე, იმიტომ რომ მე ეგეთი ტიპი ვარ. რომ მეუბნებიან ეს არ ქნა, ეგ გავლენას შემზე არ ახდენს, იმიტომ რომ ფეხი არ მომიტეხია მაგ ყველაფერზე და შენ რო 30 წლის წინ მოიტეხე, ეგ ჩემზე შეიძლება, ანუ 30 წლით შეიცვალა სამყარო. შეიძლება მე არ მოვიტეხო და პირიქით რამე კარგი მოხდეს რა. და-ძმებში მაინც ვცდილობ ხოლმე რომ ურთიერთობა მქონდეს ძალიან ეს მეგობრული,
და არა უფროსი ძმის, რომ აი ეს ქენი თორე დაიჭები და რაღაც მსგავსი, თუმცა არის ხოლმე მომენტები, რომ ეგეც მაქვს. არ ვიცი რამდენად სწორია, მაგრამ ანუ მე უფრო თავიდან მქონდა დასჯა-წახალისების მეთოდი, რაც ვიცი, რომ თლაც სწორი არ არის დღევანდელი კვლევებიდან გამომდინარე, და ეხლა უფრო ისეთი მაქვს, რამეს თუ იზავ, ისევ შენ გამოგადგება წინ, რამეს თუ არ იზავ, შენ არ გამოგადგება და მერე მე არ მითხრა, რომ იცი რა, შენ დამეხმარე. თუნდაც დაგეხმარები, მაგრამ სულ იქ არ ვიქნები და რაღაც მსგავს ვცდილობ, რომ ეს ლოგიკა ავაწყოთ. პლუს იმ კომუნიკაციაზე თქვი შენ, რომ 3 წლის ბავშვმა შეიძლება არ იცოდესო. ეგეც შეიძლება არ ესმით, მაგრამ ჩემს დასთან ყველაზე უმცროსთან ბავშვობისთან მქონდა ხოლმე კვირაში ერთხელ მაინც ვხდებოდით და ვსაუბრობდით. ანუ აი ყავას რო ვითომ გისხავენ სათამაშოებით და რაღაც რა. მაგას შეეჩვია იდეაში. შეიძლება იმ მომენტში არ ესმოდა და სიღრმეებში ვერ შედიოდა მის გონებაში, მაგრამ 3-4 წლის მერე ეს შეჩვევის ნაწილში უკვე ეხლა ჩვენ რო კვირაში ერთხელ ვზივართ და რაღაცაზე ვსაუბრობთ, მაგალითად მოსწონს კორეული ჯგუფი, უსმენს და შეიძლება ჩემთვის მოსაწონი არ არის ეგ სიმღერა, მაგრამ ვუსმენთ და ვნახულობთ, რომ ვა რა მაგარია რაღაცა. მას უხარია ამ ინფორმაციას, რომ იცვლის მე რომ ვაწვდი, ამ ვიდეოებს რო ვიღებ, მეუბნება, რომ აბა სტუმრებთან როგორ ლაპარაკობ, რო იღებ, რა ხდება და აინტერესებს, იმიტომ რომ მე ვაკეთებ მაგ ყველაფერს რა. და ჩემი რჩევაც ეგ იქნება, რომ შეიძლება სიღრმეებში ვერ შევიდნენ ბავშვობაში, მაგრამ ჩვევად ჩამოუყალიბდებათ. და ჩემი კითხვა მაშინ იქნება უშუალოდ და-ძმებს შორის კომუნიკაცია როგორი უნდა იყოს და კარგი და-ძმობის საფეხურების აწყისი რა შეიძლება იყოს. ალბათ აქაც კომუნიკაცია ნდობაა, მაგრამ შეიძლება რამე სხვა ფაქტორებიც იყოს. სულ ცოტა ხნით მოგაცდენ და გეტყვი რომ ბალანსი არ არის უბრალოდ პოდკასტი. ეს არის გზამკვლევი შენი სხეულის, გონების და ემოციებისთვის. 12 თემით შევეხებით ყველაფერს, ვარჯიშიდან გარემომდე. თუ მზად ხარ, გაარკვიო რა გჭირდება ჰარმონიული ცხოვრებისთვის, აუცილებლად გამოიწერე ჩემი YouTube არხი და არ გამოტოვო შემდეგი ეპიზოდები. ახლა კი დაუბრუნდეთ ვიდეოს. ხო, მოკლედ დიდია ფაქტორი ის, თუ როგორ გარემოში იზრდება დაც და ძმაც. ცოტა კი გადავეკიდე ამ ადლერს, მაგრამ ეს ადლერი ძალიან სიღრმისეულად იკვლევდა ბავშვობის პერიოდს. და ის ყველაზე მეტად ამ სამ ფსიქოლოგს შორის, რომელიც არის იუნგი, ფროიდი და ალფრედ ადლერი, ის ყველაზე მეტად დროს უთმობდა, რომ აი ეს ბავშვობა გაეშიფრა და უფრო მეტი მაგალითი ქონდა ამასთან დაკავშირებით. აქვე მოვიყვან კიდევ ერთ პატარა მაგალითს, მოკლედ ოჯახში დაიბადა და ძმა და იყო ძალიან წარმატებული და პატარაობიდანვე სწავლობდა ძალიან კარგად სკოლაშიც და მოკლედ აი ესე ვთქვათ სამაგალითო იყო და მშობლები მუდამ აქებდნენ მას, მაგრამ ძმა პირიქით ნაკლებს სწავლობდა და საყვედურებს იღებდა სკოლაში ყოველთვის, რაღაცა ის კრიტიკა იყო და მშობლები უფრო მეტ ყურადღებას მაინც ამას აქცევდნენ. ამას კი ეუბნებოდნენ, რომ ყოჩახ კარგად სწავლობ, მაგრამ მეტ ყურადღებას იმას უთმობდნენ. მე რაღაცნაირად დას ეჭვი შეეპარა ამაში, კაცო, მე თუ ამდენს ვაკეთებ, ასე კარგად თუ სწავლობ, რატო ჩემს მიმართ არ არის ეს ყურადღება და რატო მის მიმართ არის ასეთი ყურადღება და აი ეს ეჭვი შინაგანად კლავდა ამ ადამიანს. შემდგომ უკვე მოუკლო სწავლას და შემდგომ იბარებდნენ უკვე ამ გოგოს გამო სკოლაში. და ეუბნებოდნენ, რომ იცი რა, აი რა კარგად სწავლობდა ეს გოგო და რა მოუვიდა, მე მოვიდოდნენ მშობლები და რა თქმა უნდა მიდიოდა ჭხუბი. რატო აღარ სწავლობ, რა ხდება და ამ გოგოს პასუხი ის იყო, რომ თქვენი სიყვარული და ზრუნვა დამაგლა. და ამის გამო სწავლას მოუკლო. სწორედ აი ეს არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, როცა მშობელი ხარ. მე რა რო პირობითად შენი შვილი ის ერთი არ სწავლობს და მეორე სწავლობს, მოდი ორივეს რაღაცნაირი სწორი მაგალითი მიეცი და სწორი კომუნიკაცია. ხა შეხება უშუალოდ და-ძმას. ამ და-ძმას შორის არ იყო ჯანსაღი ურთიერთობა, რატო? იმიტომ რომ მათ შორის კომუნიკაციაც არ იყო, იყო გაქანებული კონკურენცია და გოგო ცდილობდა იმას, რომ შეჯიბრებოდა საკუთარ ძმას და მშობლების სიყვარულში და ამის გამო ადგა და საკუთარი ეს კარგი სწავლა დათმო, იმიტომ რომ მშობლების ყურადღება მიიღო. და ეს არ არის ჯანსაღი. ჯანსაღი არის ის, რომ როდესაც მე და შენ ვართ და-ძმა, კონდეს კიდევ ერთხელ, აქაც მნიშვნელოვანია რა კომუნიკაცია. კომუნიკაცია არის ყველაზე დიდი რაღაც, რაც საჭიროა ნებისმიერი ტიპის ურთიერთობაში, თოლქმურული, თუნდაც და-ძმური, ნებისმიერი. აი შენს ახსენე, რომ სიამოვნებს, როცა მეკითხება, აი როგორ ჩაიარა შენმა გადაღებამო და აი ბევრ კითხვას მისვამსო. აი ეგ არის ზუსტად სწორი რა, ანუ როგორც პირობითად შენ დიდი ძმა
შენ ხარ ახლა მისი მაგალითი. რაც მეტ კარგ რჩევას მისცემ და რაც მეტ რაღაც ისეც დაანახებ, მისთვისაც ეს მნიშვნელოვანი იქნება და რო გაიზრდება, მიხვდება და გამიჩნავს ის თუ რა არის სწორი. აი მაგალითად იტყვის იმას, რომ აი ჩემი ძმა ამას ასე აკეთებდა. რადგან ის ამას ასე აკეთებს, ესე იგი ეს სწორია. რა თქმა უნდა, ყველა ხო იმას ვცდილობთ, რომ ჩვენს პატარა დას და ძმას მივცეთ სამაგალითო რაღაც ისეთი ჩვევები და მსგავსი ტიპის სიტუაციები და ამიტომ ეგ არის ისევ ყველაზე მნიშვნელოვანი რა კომუნიკაცია და ძმასაც შორის და რაც უფრო ჯანსაღია ეს კომუნიკაცია და ხშირი, აი თუნდაც ის რომ აი წარმოსახვით რო იყოს, რომ მოვიდას და გითხრას რომ აი ჩემი წარმოსახვითი მეგობარი აქვს და მოდი ესაუბრე და ამ დროს ის კი არ უნდა უთხრა რა წარმოსახვითი მეგობარი გოგო გიჟი ხო არ არა. სად არის აბა გამაცანი და რაღაც აი ესეთი კომუნიკაცია უნდა გქონდეს რა უნდა იგრძნოს რომ იმ წარმოსახვით მეგობართან ერთად შენ შეგიძლია კომუნიკაცია გქონდეს და არა ის რომ გიჟად შერაცხო თუნდაც ან უთხრა რომ ეს არასწორია სად არის აქ წარმოსახვა არა პირიქით აი ეგ არის მნიშვნელოვანი რა ბავშვს იმ მომენტში რაც ჭირდება ის უნდა მისცე იმიტომ რომ ეს ბავშვობა ყოველთვის ხო არ ექნება მე გაიზრდება და შინაგანად მაინც რაღაც პატარა კომპლექსი დარჩება და ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ბავშვები ესეთ ტიპის კომპლექსებს ავარიდოთ და რაც შეიძლება მეტი ღრმა კომუნიკაცია გქონდეს მათთან და მაინც და მაინც ბავშვებად არ აღვიქვათ იმიტომ რომ 5 წლის შემდგომ უკვე ბავშვის გონება იწყებს ჩამოყალიბებას ახალი რაღაცეების შეცნობას აკვირდება ყველაფერს swams ძალიან ბევრ კითხვას ასე დროს ყველაზე მნიშვნელოვანია რომ შენ სწორი პასუხები გასცე დაეხმარო მას რაღაცეების აღმოჩენაში და მისი გონება უფრო მეტად განავითარო კიდე და პირიქით არა თუ ჩაკეტო და ამიტომ ეს კავშირი რაც პირობითად და-ძმას შორის, ძმებს შორის არის, დიდად მნიშვნელოვანი არის და აი დიდ გავლენას ახდენს. ხო, ხშირად არის ისიც ხოლმე, რომ თავიდან ჭუბის იწყება ხოლმე, რომ ლოგიკურია რა, ახლა მე და ჩემს ძმასაც გქონია მსგავსი სიტუაციები, რომ პატარა როცა ვიყავი, აი სულ ჭუბობდი და სულ რაღაც გაწამაწია ქონდა, მაგრამ ნელ-ნელა რო გავიზარდე მეც, ისიც უფრო გაიზარდა, მე უფრო გაცილებით თბილი და რაღაც სხვანაირი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა რა. ეხლა მაგალითად რომ სადმე გავალ და მირეკავს კიო სად ხარ, მოვდივარ. ხო გავიდეთ გარეთ, გავდივარ, საუბრობთ, ლუცვამთ. აი ეს არის ზუსტად რა, კომუნიკაცია. და ჯანსაღი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, რომ როცა მე რაღაც მიჭირს, მე შემიძლია რომ ეს ჩემ დას გაუზიარო, ან ჩემს მას. არ არის ყოველთვის აუცილებელი რომ მე ჩემს მშობლებს გაუზიარო ეს. ხანდახან იცი რა არის მჭირდება ის, რომ უბრალოდ ჩემ ძმას ან ჩემ დას გაუზიარო, იმიტომ რომ ისინი მაინც ერთი ასაკის ვართ, რაც არ უნდა იყოს, კი შეიძლება 10 წლიანი იყოს ხო, მაგრამ ერთ დროს ავართ და მაინც ვფიქრობ რომ ის უფრო მეტად გამიგებს ვიდრე მაგალითად დედაჩემი. ნუ რა თქმა უნდა დედას გაგიგებს და მამაც, მაგრამ უფრო სწორ რჩევას მაინც შენი ძმა ან დამოგცემს, იმიტომ რომ იმას უფრო მეტი ესმის. სხვანაირად უყურებს ამ სიტუაციას. ხო და აი ეგ არის რა, ანუ შენ შინაგანად უნდა იყო თავისუფალი. და არ უნდა მოგერიდოს შენს და-ძმასთან ურთიერთობის. სხვათა შორის ეგ გამახსენდა ეხლა ჩემ ძმასთან კომუნიკაცია. ნუ კომუნიკაცია მე და ჩემ ძმას ხშირი არ გვაქვს. როგორც გითხარით, მცირეა სხვაობა ასაკებში და ჩემი დები უფრო პატარები რო არიან, ორივე გადართული ვართ ხოლმე, რომ იმას რამე ხო არ სჭირდება რა. და უმეტესწილად კომუნიკაცია თუ გვაქვს, ესე იგი ან რამე ხდება, ანუ აი კრიმინალში რო ძმაკაცი გყავს, ეგრე ვართ ხოლმე რა, რამე თუ შავდება ჩვენს ცხოვრებაში, დედაჩემის და მამაჩემის ნომერს რა თქმა უნდა არ უკრებ და ურეკავ რომ აბა დატო რაშვები პირველი ვინც გამახსენდა და ეხლა ყოველთვის ეგ ისტორია მახსენდება რომ ამბობენ ხოლმე დრონი პირველი რო ვიყიდე და ჩამომივარ და იმას კი არ ნერვიულობდი რომ გაფუჭდა და რაღაც, მაგრამ ჩემი ძმისთვის უნდა მეთქვა უეჭველი რა. ჩემ ძმას რო უთხარი დავწყნარდი მე რომ ანუ ვიღაცა ტიპიც არის ვინც ჩემთან ერთად იხარშება რა და რაღაცა. იდეაში ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩემს ძმას ჩემზე და მეც მგონია რომ მასზე გავლენა მაქვს ეს ხშირი კომუნიკაციები არ გვაქვს და დიალოგები, მაგრამ როცა გვაქვს ისე ღრმად ვსაუბრობ და ისე ესმის, რომ იცი რომ ეს საუბარი შენზე დადებითად მოქმედებს. კონკურენციის ნაწილს რაც შეეხება ხა ბავშვობაში ჩვენ სამჩხუბობდით. მე მაგალითად ძალიან ესეთი მოწესრიგებული ბავშვი ვიყავი, ის პირიქით, ის კრეატივისკენ მიდრეკილი, ხატვა, სიმღერა, შეეძლო რომ ყველაფერი არეული ყოფილიყო, მაგრამ გემრიელად ემღერა და რაღაცა რა, სულ მაგაზე ქონდა ხოლმე კამათი დატავა. მაგრამ ნელ-ნელა უკვე გადაიზარდა ხარში ამ მდგომაში და პირიქით, ანუ რამე რო სჭირდება რომ მირეკავს, მე მიხარია, იმიტომ რომ ვიცი რომ მას ჩემი იმედი აქვს რა. მშობლებთან მაინც ყოველთვის იმას ფიქრობ, რომ ჯერ გეტყვიან რომ ეს როგორ გააკეთე და მერე დაიწყებენ რომ რაც გინდა, ანუ შეიძლება 5 ჯერ მეტად დაგეხმაროს მშობელი, მაგრამ ეს როგორ გააკეთე წინადადებით ეგ 5 ჯერ მეტი დახმარება ქრება რა თითქოს. და საბოლოო ჯამში მაინც და-ძმებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჩემი შემდეგი კითხვა მაშინ უშუალოდ იმასთან დაკავშირებით იქნება, შენ რა რჩევას მისცემდი უშუალოდ მშობლებს, და-ძმებს, პარტნიორებს, რა უნდა გამოასწორონ, კომუნიკაციის ნაწილი რა თქმა უნდა ლოგიკური არის, პლუს ტელეფონების შეხედვა არა მხოლოდ ამ ნაწილში, არამედ სამსახურში ზედმეტი სკროლვაც ჩემი აზრით მე мотиваციას გიკარგავს, რომ საქმე გააკეთო და ასე შემდეგ, სოციალურ აქტივობაშიც, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა ცოტა დაადისტანცირა ეს ურთიერთობები. ეხლა მე რაც წამოვიზარდე ცოტა, აი 22-3 წლის ასაკში კომუნიკაცია ჩემს ნათესავებთან ძალიან იშვიათად მქონდა რა. დედას არ ვიკითხავდი, რომელმაც გამზარდა, ან ბებია ბაბუას, მაგრამ ეხლა ისინი რომ მეუბნებიან როგორ ხარ და რაღაცა დაგლოცავენ მათი გადმოსახედით, ეგ უკვე სიამოვნებას მარიჭებს რა. იმდენად უხარიათ და ხმაში იმდენად იგრძნობა ეს ყველაფერი, რომ ანუ 1 და 2 TikTok-ის ყურება თუნდაც არ არის საჭირო და მირჩევნია რომ ბებიის ხმა გავიგო. და ეს ძალიან დიდი პრობლემა არის ახლა. ჩემს მეგობრებში, უფროსებში, უმცროსებში, რომ კომუნიკაცია არ უნდა, ტელეფონთან ლაპარაკი არ უნდა ხალხს. ანუ ის უკვე ის ხუმრობაც არის, რომ რო ურეკავენ და ადამიანი კვდება ან რაღაც მსგავსი რა. ანუ ურჩევნიათ რომ მიწერო, მაგრამ დიდი ასაკის ხალხმა ეს მიწერა არის ბაბუა ჩემს ტექსტური შეტყობინება რომ მიწერო ვერაზრს ვერ წაიკითხავს, ხო? და იმდენად გადააჩვია ამ სოციალურმა ქსელმა ხალხი საუბარს, რომ მგონია რომ ეს ნელ-ნელა კიდე და კიდე იზრდება რა. მაგიტომ აინტერესებს რა რჩევას მისცემდი მშობლებს, კიდევ ერთხელ გამეორდები, და-ძმებს, პარტნიორებს იმისთვის რომ ეს ურთიერთობები პირიქით სიღრმისკენ მიდიოდეს და არა უბსკრული მათ შორის ჩდებოდეს რა. რა არის კომუნიკაციის გარდა კიდევ რამე ფაქტორები თუ არსებობს, რომ ნაბიჯი გადადგან დღესვე დაიწყონ ამ ვიდეოს ყურებიდანვე, შემდგომ პრობლემა არ ქონდეთ მომავალში. მოკლედ, ჩემი რჩევა იქნებოდა ის, რომ პირველ რიგში მეგობრებო იყავით გულწრფელები. გულწრფელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ასევე მეორე რჩევა იქნებოდა ის, რომ იყავთ თავისუფლები, ნუ შეიზღუდავთ თავს. ანუ ხშირად არის ხოლმე, რომ პირველი მე ხო არ მივწერ, არა. გენატრება, გინდა, გააქვს სურვილი, მიწერე და ურეკე. ნახე. ანუ არ უნდა შეზღუდო შენი სურვილები და თავი არაფრის გამო. ამიტომ მაქსიმალურად თავისუფლები იყავით და გულწრფელები. ეს ორი რჩევა იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემგან. შემდგომ უკვე, რასაც კიდე დავამატებდი, არის ის, რომ რაღაცაი საკუთარი თავი ჩარჩოებში არ მოაქციოთ. აი რაღაცა არის ხოლმე ეგეთი დამოკიდებულება, რომ აი ხლა ეს რო გავაკეთო, ასე რო იფიქრონ, აი სტუმრად რო მივიდე და რაღაც ვერ მივიტან, ეს ხშირია კიდე. ამაზეც გამორჩა საუბარი, რომ ხშირად არ მიდიან ერთმანეთთან, იმიტომ რომ ვაიმე, მე რა მივიტანო? არა, ანუ რა მივიტანო არა. ანუ გინდა ადამიანის ნახვა, ის, ანუ არავინ არ უყურებს დღეს არავის მოკლედ ხელებში რა. თავარი არის სურვილი და მონდომება. თუ გინდა რომ პირობითად შენი ნათესავი ნახო, მოდი უბრალოდ ადექი, დაურეკე, იცი რა დღეს მე მინდა გამოგიარო, ხო ხარ სახლში, მიდი და დაელაპარაკე, ინახულე, ანუ არ არის აუცილებელი მაინც და მაინც რაღაც კონკრეტული რაღაც მიიტანო, თუნდაც ბამბანერკა იქნება თუ ნებისმიერ რაღაცა. უბრალოდ მიდი მასთან და კომუნიკაცია იქნება. ეს კავშირი არ დაკარგო. ხშირად მსმენია რომ ვერ მივდივარ, იმიტომ რომ არ ვიცი, ანუ მერიდება არ ვიცი რა მივიტან. ანუ არა, ამის გამო არ უნდა შეიკავო თავი რა, პირიქით უნდა მიხვიდე თავისუფლად. ამიტომ რაღაც ჩარჩოებში ნუ მოაქცევ საკუთარ თავს რა და იმის გამო რომ აი სხვა რას იფიქრებს, ანუ არ უნდა გაინტერესებდეს ის თუ სხვა რას იფიქრებს, უნდა გაინტერესებდეს ის თუ შენ რა გინდა და რა არის ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანი. თორე ესე თუ ვიფიქრეთ სხვა რას ფიქრებს, მაშინ რა ვიცი, შეიძლება მეგობარის დაკარგო, ნათესავის დაკარგო, ყველა ის ადამიანი დაკარგო, ვინც გიყვარს, და ამიტომ არა, საკუთარზე უნდა იფიქრო. ჯერ უნდა გიყვარდეს შენი თავი, პირველ რიგში, შენ თავს უნდა აფასებდე და მერე უკვე უნდა იფიქრო იმაზე, თუ შენს მეგობარს, ნათესავს რითი გაახარებ, მაგალითად პირობითად. აი ეს ერთი სტუმრობაც კი გაახარებს. აი ბებიას თუნდაც ძალიან გაუხარდება მაგალითად რომ მიხვიდე და ესტუმრო. რატომ? იმიტომ რომ აი შვილის დანახვა ხო ყველაზე მეტად უყვართ. და შენ ამ დროს რო ჩახვალ და უბრალოდ აი არაფრიდან უცებ ხო და გაახარებ, ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი, ხა იმას სულ რა 10 კილო შოკოლადე მიუტანო, სულ არ უხარია ეს. პირიქით, შენ რო დაგინახავს ეგ უხარია. ხო და ეგრეა რა, სადაც იცი რომ უხარია ჩენი მისვლა, იქ ხელცარიელი კი არა, უბრალოდ რომ მიხვალ ისიც კი სურპრიზი არის მისთვის.
და ამიტომ მაქსიმალურად მეგობრებო ვიყავით თავისუფლები, გულწრფელები და ნუ მოაქცევთ საკუთარ ჩავს ჩარჩოებში. ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი რჩევა. კი, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ ყველაფერი ბებიასთან მისვლა მით უმეტეს. ახლა მახსოვს ბებიაჩიმთან რომ მივდივარ, როგორი გახარებული სახე აქვს ბებიასაც და ბაბუასაც. ამომიტივტივოთ და წინა კითხვის თუ წინის წინა კითხვის პასუხში სიტყვა კომპლექსი და ძალიან ესე ღრმად ჩამრჩა, იმიტომ რომ მგონია რომ ეგეც გარკვეული პრობლემა არის რა მშობლების დაძმის თუ ასე შემდეგ მხრიდან რომ ყურადღებას არ ვაქცევთ ჩვენს ნათესავს მშობელს დაძმას რა კომპლექსი აქვს რა და მაგალითად ანუ რაღაც კომპლექსზე პირიქით ანუ რო ვეხუმრებით ეგ პირიქით რომ უარყოფითად ახდენს გავლენას მაგაზე დიდად ავფიქრობთ რა იცი რა მაინტერესებს უშუალოდ ამ დამოკიდებულებებში რა არის ისეთი რაც უნდა გავითვალისწინოთ მაგალითად წონის პრობლემა რო აქვს ხოლმე რა და უიმერი სიცხვენი არა უშავს ან რაღაცა ანუ აქვს ეგ ხო როგორ შეიძლება მშობელი და ძმა ან პარტნიორი დაეხმაროს მას ვისაც კომპლექსი აქვს და როგორ არ უნდა მოიქცეს რომ პირიქით ეს პრობლემა გააღრმაოს თუნდაც რა ძალიან ისე ამომიტივტივდა ეს კითხვა არც მეგონა რომ დავსვავდი მაგრამ რატომღაც მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის და საინტერესო იქნება პასუხიც ესე იგი, რაც შეეხება კომპლექსებს, პირველ რიგში კომპლექსები ვიტყვი იმას, რომ ეს არის ადამიანში არსებული ჩრდილი. როგორც ამას ადლერი იტყოდა. მოკლედ, ეს ჩრდილი არის ის, რასაც თვალი უნდა გაუსწოროთ. თუ შენ შეძლებ და შენს ჩრდილის თვალს გაუსწორებ, ამასთან დაკავშირებით საკუთარ თავს ღიად დაელაპარაკები და აღიარებ, რომ ეს ის ჩრდილია, რომელიც მე ხელს მიშლის, მაშინ შეძლებ, რომ რაღაც ის გარკვეული კომპლექსების დაძლეო. ეს კომპლექსები უშუალოდ იბადება ბავშვობიდან. ამაზე გავლენას ახდენს მშობლებიც ხანდახან ოჯახი, თუნდაც და ძმა, თუნდაც ის გარემო, სადაც შენ ხარ, მაგალითად შენი მეგობრები, თუნდაც სკოლაში ბულინგი. ამიტომ ის რომ ოჯახმა და დაძმამ რა უნდა გააკეთოს ამისთვის. აქ ცოტა რთულია ამაზე საუბარი, რატო? იმიტომ რომ როდესაც ადამიანს კომპლექსი აქვს, იქ ცოტა რთულია ოჯახის წევრმა რამე ურჩიოს. ის უბრალოდ ეთყვის ძალიან მარტივად, რომ იცი რა, არ ინერვიულო ამაზე, ეს მოგვარდება. ანუ რეალურად ეს ასე არ მუშაობს რა. როდესაც შენ კომპლექსი გაქვს და ვიღაცა გეტყვის რომ არ ინერვიულო ეს მოგვარდება, ანუ ამით შენ თავს ვერ უშველი. ვერც ვერაფერ შედეგს ვერ მიიღებ. ზუსტად ამიტომ არის ის, როცა შენ უნდა მიხვიდე ფსიქოლოგთან. გააქვს რაღაც გარკვეული კომპლექსი, გააქვს რაღაც შინაგანი ემოციური ტრაუმა, გრძნობ რაღაც რო გაკლია შენს თავში, თავდაჯერებულობა თუნდაც. უნდა მიხვიდე ამ დროს ფსიქოლოგთან. და არ არის პრობლემა ის, რომ დაჯდე და ამასთან დაკავშირებით ფსიქოლოგთან ისაუბრო, იმიტომ რომ მან ზუსტად იცის შენ რა კომპლექსი გაქვს, მან ზუსტად იცის შენ რა გჭირდება იმისთვის, რომ შენ უფრო ძლიერი იყო. უფრო მეტად განვითარდე, უფრო მეტი სიღრმეებში შეხვიდე და უფრო მეტი დაგანახო სხვა კუთხიდან შენი თავი. ხშირად ვსვენია ის ფაქტორი, რომ ჩემი ფსიქოლოგი ჩემი მეგობარია. ჩემი ფსიქოლოგი ჩემი ოჯახის წევრია. ჩემი ფსიქოლოგი, ჩემი თავის ფსიქოლოგიც მე ვარ. მესმის, რომ ყველა ვცდილობთ, რომ საკუთარ თავს მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში და რაღაცები ვასწავლოთ. აი, კბილი რო აქვთ გევდება პირობითად, ხო ვერ ვიტყვით, რომ ჩემი თავის სტომატოლოგი მე ვარ, ანუ ვერ ვიტყვით. კი, ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ რაღაც წამალი მივიღოთ და დროებით გავიყუჩით, მაგრამ ეს ხო დროებითია. მაგრამ საბოლოოდ ხომ აი სტომატოლოგთან მიგვიწევს მისვლა. კი, დროებით შენ იტყვი, რომ მე ეს კომპლექსი მაქვს და ვიცი, მაგრამ არაფერს არ გააკეთებ. შენს თავს ეტყვი უბრალოდ, რომ ეს კომპლექსია და ვიცი всё, მაგრამ თუ შენ არ უშველი ამას თავის დროზე, დაემატება ეს კომპლექსი და უფრო დიჩი გადაიზრდება. და უფრო მეტად შენში აღმოცენდება ის უარყოფითი ნაწილი, რასაც კომპლექსი ქვია და ჩრდილი. ამიტომ აუცილებელია, როდესაც რაღაც პრობლემა გაქვს, უბრალოდ შესაბამის კომპეტენტურ პირთან მიხვიდე, რომ ამაში ის დაგეხმაროს. და რაც შეეხება მაინც ვიტყვი მშობლებსა და დებს და დაძმას შორის, ამ დროს აუცილებელია მათი მხრიდან სწორი ხარდაჭერა. და როდესაც ის კი არა რომ უბრალოდ მოიშორო და უთხრა რომ არ ინერვიული ყველაფერი კარგად იქნება. არა, უბრალოდ უნდა დაჯდე და აუხსნა. ეს სიტუაცია, რომ კი შენ ახლა შეიძლება ესე გამოიყურები პირობითად როგორც შენ აღნიშნებ თუნდაც იმ სუქნეზე, რომ კი ეხა ცოტა ესე ჭარბი წონა გაქვს, მაგრამ შეიძლება რომ ამაზე ვისაუბროთ, მოვაგვარო და რაღაცა ტკბილი ენით მივუდგე. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ნახე დამოკიდებულებას და სიტყვებს როგორ ეტყვი ადამიანს, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას ერთ ერთი პატარა სტორი დავდე,
სამოტივაციო ესე რომ ვთქვათ და მომდის რამოდენიმე დარეფლება, რომ იცი რა, სამ სიტყვებად ჩემზე გავლენა იქონია და რაღაც ჩემი დღე შეცვალა. ანუ ეს ხო ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ახლა სტორს როდებ, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ისეთი დავდო, რომ ყველას მოერგოს და რაღაცა გასწავლოს, ხო? და ამას რომ მე შენ დამირეფლებ, რომ ამ სიტყვებმა ჩემზე გავლენა იქონია, ესე იგი მე სწორი ნაბიჯი გადავდგი შენსკენ და მე სწორად მოვიტანე შენამდე სათქმელი. ამიტომ აქ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ მოგიდგება ადამიანი და როგორ გეტყვის. რაც უფრო ტკბილია სიტყვა, ასე რომ ვთქვათ, მით უფრო გასაგები იქნება ჩემთვის, როგორც პირობითად კომპლექსიანისთვის, რომ მე ეს პირობითად გამოვასწორო. ძალიან სიღრმისეული პასუხი იყო. მე მახსოვს ბავშვობაში ძალიან მიხაროდა ხოლმე გამოსვლა და ეს ზეიმებზე და ასე შემდგომ, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე რომ აი პირიქით როცა არ გინდა და მაინც გფურშავენ რომ უნდა გამოხვიდე შენ ყველაზე მაგარი ხარ რაღაცა, მაგრამ იმდენად დიდი გავლენა იქონია რომ ფოტოების გადაღებაც კი არ მინდოდა და ბავშვობის ფოტოების უმრავლესობაში ვტირი. ან სკოლაში და ასე შემდგომ სადმე გამოსვლა თუ მიწევდა, ძალიან მეშინოდა და მრცხვენოდა, იმიტომ რომ ის ჩამრჩა რა, არ მინდა და მაკეთებინებენ. არა და თავიდან მიყვარდა მახსოვს. და ძალიან დიდი დრო დამჭირდა, აი უნივერსიტეტის ასაკიდან, რომ ნელ-ნელა ეს public speaking-ის ნაწილი, ჯგუფთან კომუნიკაციის ნაწილი განმეახლებინა და ისევ კარგისკენ გადმომეყვანა. მენეჯმენტში რომ მუშაობდი თავიდან ძალიან მიჭირდა, ერთ-ერთზე ადამიანებს ველაპარაკებოდი, მათი მენეჯერი ვიყავი, მაგრამ აი ეს ჯგუფური შეკრება რო გქონდა, პირველი ორი შეკრება მახსოვს, რომ იმდენად მოჭიმულად ვიჯექი, რომ თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი და ის ბავშვობის კომპლექსიდან იყო გადმოსული რა, იმდენად ეს ფუშავდნენ რომ შენ ეს გამოგივა და შენ ყველაზე მაგარი ხარ, რომ საბოლოო ჯამში ჩემ თავს ჩაიკეტა ის პრობლემა და გაიზარდა. ეს ნაწილიც თავიდან მახსოვს, რომ პირველი მიტინგი რომ მქონდა უშუალოდ პოდკასტის, მანდაც ცოტა ისე ვიყავი რა, რომ იქნებ რაღაცა ისე. ანუ იმ მომენტის გამო რომ გეუბნებიან რომ იდეალური ხარ და გრჩება მე ეგ რომ ცუდი შეიძლება გამოვიდეს და ხალხი გხედავს რა. შეიძლება ის პრობლემა მოგვარებული მაქვს, რომ საზოგადოება რას ფიქრობს, დიდად არ გაინტერესებს, მაგრამ ის კომპლექსი მაინც ბოლომდე ჯერ კიდევ რაღაც ნაწილი დარჩენილი არის რა. თუმცა პოზიტიურად მიდის ნელ-ნელა და უკვე ყველაფერი კარგად არის და მოჭიმულად არ ვზივარ ხოლმე საზოგადოების წინ, რაც მიხარია და ძალიან კარგი აღნიშვნა იყო. მაშინ იდეაში რჩევის ნაწილიც გავაზიარეთ. მე მაინტერესებს უშუალოდ რა არის ის წინადადება გამონათქვამი, რომელიც შენ გითქვავს სხვისთვის ან პირიქით ვინმეს შენთვის უთქვავს ცხოვრების განმავლობაში, რომელმაც შენი ცხოვრება შეცვალა დადებითისკენ და რომელიც არასდროს არ დაგავიწყდება, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა შენზე. ეს ვიდეო ცოტა შორის Instagram გვერდზეც მიდევს და იქაც აღვნიშნე იმდენად მნიშვნელოვანი იყო. იცი რა, რაღაც იმ მომენტში, როცა ეს რჩევა მივიღე, ვერ გავიაზრე, იმიტომ რომ ცოტა პატარა ვიყავი მაშინ, მაგრამ აი ეხლა სულ უფრო და უფრო რო უხრმავდები და ვკვირდები, ხვდები თუ რაოდენ მნიშვნელოვანი რჩევა ყოფილა. მოკლედ ეს რჩევა მივიღე, როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი. გაბრაზებული გამოვედი სკოლიდან, არ ვიცი, როგორც მახსოვს, ცოტა ცუდი ნიშანი მივიღე და აი ძალიან აჭრილი და გაბრაზებული გამოვარდი. ცოტა წვიმიანი ამინდი იყო და დედაჩემი დამხვდა. და მივარდი დედაჩემთან, აი ჩხუბობ. ისე სკოლიდან გამოვდივარ, ანუ აღარ დავრჩები მე იქ და აი გაწამაწიაში ვარ და ჯერჯერობით მისმეს დედაჩემი და მეუბნები რომ აი ერთი სული მაქვს გავიზარდო რომ აქედან წავიდე და მოვშორდე ამას და აი მოკლედ აი მთელ სიბრაზეს და ენერგიას ესეც უარყოფით ვაფრქვევ და მისმეს ისევ დედაჩემი და საბოლოოდ მეუბნება რომ გამოვხედა და მეუბნება რომ ერთ რაღაცას გეტყვი უშვილო და კი ახლა ბაბა დედა თქო და დაიმახსოვრე ერთი რაღაცა. თავარი ის კი არ არის თუ ასაკით რამდენად გაიზრდებიო. თავარი ის არის, როცა გაიზრდები, რამდენად გაიზრდები პიროვნულად და შინაგანად. ანუ იმ მომენტში, რა თქმა უნდა, ვერ გავიაზრე ეს სიტყვები, იმიტომ რომ ყოველთვის მეგონა, რომ როცა ადამიანი ასაკით იზრდება, ალბათ ისიც ეზრდება ის პიროვნებაც და შინაგანობაც, მაგრამ რეალურად ეხა რო უკვირდები, თურმე მართალი არის. ის კი არ არის მთავარი, რომ ასაკით გაიზარდო. ის არის მთავარი თუ შინაგანად რამდენად გაიზრდები.
და რამდენად ჩამოაყალიბებს სწორად შენს პიროვნებას. და მე ვთვლი, რომ დღეს ამ სიტყვებით ჩამოაყალიბე ჩემი პიროვნებაც და შინაგანი სამყაროც. და მადლობა დედა ჩემს ამ სიტყვებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები, რომელიც პატარაობაში მოვისმინე და რომელიც დღემდე მადგება. ძალიან ისეთი სიღრმისეული არის ეგ წინადადებაც, რამდენად გააზრდი პიროვნებას, მაგაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რო უკვირდები ჩემს ბავშვობას, არც ისე დიდი დრო გავიდა იქიდან და ყველა ვცდილობთ რომ ეგ გავაკეთოთ, მაგრამ ზოგიერთ ძალიან უჭირს. ამიტომ იდეაში ამ პოდკასტის მთავარი დანიშნულება ის არის, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც უყურებს ოჯახის წევრებთან, პარტნიორთან, და-ძმასთან, ოჯახის შიგნით პრობლემა თუ აქვს, აუცილებლად უნდა მოაგვაროს და ჩემი მთავარი მიზანიც ამ პოდკასტის ყველა ეპიზოდის არის ის, რომ დავეხმარო ყველას. დამწყები ფაზიდან ბოლომდე. იმედი მაქვს მალე გამომივა და იდეაში ეს წინადადებაც, რაც დედამ გითხრა ბავშვობაში, საბოლოო ჯამში ეს კრავს ამ პოდკასტს, რომ პიროვნულად გავიზარდოთ და ეს ყველაფერი არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ჩვენ სულიერ ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ მესტუმრე. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის და შევახსენებ ჩემს მაყურებელს, რომ ყოველ ორ კვირაში ერთხელ შაბათს 8 საათზე შეგიძლიათ უყუროთ პოდკასტ ბალანსს. მადლობა და ნახვამდის. მადლობა